9 მაისი ეს არის თარიღი ჩვენი წინაპრების, ჩვენი ბაბუების და ბებიების სახელოვანი გამარჯვების ბრწყინვალე თარიღი. ეს არის თარიღი, როდესაც მათ დაამარცხეს მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი სიბოროტე, იმ საუკუნის ყველაზე დიდი კაცთმოძულე იდეოლოგია ფაშიზმი. ეს მათ მოახერხეს სასიცოცხლო ძალების უკიდურესი დაძაბვით და თავგანწირვით. ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ ზეიმით აღვნიშნოთ ყოველი 9 მაისი, რათა პატივი მივაგოთ მათ ნათელხსოვნას. 9 მაისი ეს არის თარიღი, როდესაც კომუნიზმის კაცთმოყვარე იდეოლოგიამ გაიმარჯვა ფაშიზმის კაცთმოძულე იდეოლოგიაზე. კომუნიზმი ეს იყო ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის ისეთი წესი, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავდა ადამიანის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად, რაც ასახული იყო იმ ქვეყნის ძირითად კანონში, კონსტიტუციაში. ის წყობა მთლიანად ადამიანის ბედნიერად ცხოვრებაზე იყო ორიენტირებული. ქართულ გენს და ქართულ ნიშს საუკუნეების განმავლობაში არ ღირსებია იმხელა პატივისცემა და სიყვარული მსოფლიოს ხალხებისგან და მთელი პროგრესული კაცობრიობისგან, როგორც იმ ორი დიდი ქართველის დროს, როგორებიც იყვნენ დიდი სტალინი და მისი თანამოაზრე და თანამებრძოლი ლავრენტი ბერია, საქართველოს ორი საამაყო შვილი, რომლებმაც შორს გაუთქვეს სახელი და მთელ მსოფლიოში სახელი გაუთქვეს ჩვენს ქვეყანას. რომ მოვახდინოთ უინსტონ ჩერჩილის ცნობილი გამოთქმის პერიფრაზირება, რომელიც მან გამოხატა სტალინის დახასიათებისას, კომუნისტებმა ჩაიბარეს თოხიანი ქვეყანა და მომავალ თაობებს დაუტოვეს ქვეყანა ატომური ენერგიით. და ბოლოს, მათი მოღვაწეობის გვირგვინად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ მათ მოახერხეს და ყველაზე დიდი ანტისემიტური ძალა დასვეს განსასჯელის სკამზე და 6 მილიონი ებრაელის გამანადგურებლები და ჰოლოკოსტის ავტორები გაასამართლეს. მადლობთ ყურადღებისთვის.